წმინდა ისააკ ასურის სწავლანი. მძიმე გამოცდანი ღვთის გზაზე. ვნახოთ საყვარელნო, გვაქვს თუ არა ლოცვისას სულიერი ხედვა, რადგან ეს კაცს მიეცემა ჭეშმარიტ დაყუდებაში. იმ დროს, როცა ჩვენში შემოვა სიბნელი, ნუ შევშფოთდებით და უფრო მეტად კი მაშინ, როცა ამისი მიზეზი არ იქნება ჩვენგან. არამედ ვთქვათ, რომ ყოველივე მოხდა ღვთის განგებით, რაც მხოლოდ ღმერთისთვისაა ცნობილი. დგება დრო, როცა ჩვენი სული ვარდება დიდ გასაჭირში. ისე თითქოს მოექცა ღელვაში, სიბნელეს ემატება და აღარც კი უნდა კაცს იმის დაჯერება, რომ ოდესმე მშვიდობა დადგება მისთვის და ეს ბოროტი მდგომარეობა უკეთესით შეიცვლება. ეს არის შიშითა და სასოებით სავსე დრო. ღვთის იმედი და ნუგეშისცემის რწმენა სრულიად ტოვებს სულს და მკვიდრდება მასში ორგულება და შიში. ვისაც განცდილი აქვს ეს საშინელი მწუხარების ჟამი, იმათ იციან თავიანთი გამოცდილებით, თუ როგორ შეიცვლება ბოლოს ყველაფერი. რადგან ასეთის სულს არ მიატოვებს ღმერთი ასეთ მდგომარეობაში დიდი ხნით, არამედ გამოიყვანს მისგან მშვიდობით. წინააღმდეგ შემთხვევაში იმედს გადაიწურავდა კაცი. თუ რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ გეწვევა ეს სიბნელე, ელოდე მალე მისგან გათავისუფლებას. იცოდე ადამიანო, თუ არ გეყოფა ძალა იმისა, რომ ლოცვით დაემხო ღვთის წინაშე ამ დიდი სიბნელის ჟამს, არ გექნება ამისი თავი, მაშინ გადაიფარე თავზე შენი მოსასხამი და დაიძინე, ვიდრე გაივლის სიბნელის ეს საშინელი ჟამი და მოგცილდება და იქამდე შენ სამყოფელს ნუ განეშორები. ამგვარი განსაცდელებით უფრო ისინი გამოიცდებიან, რომელთაც სურთ რომ იყვნენ დაწყნარებული გონებით, რათა ჰქონდეთ სარწმუნოებისგან ნუგეში თავიანთ გზაზე. ამისთვის ყოველგვარ გასაჭირზე მეტ გასაჭირს დაუშვებს მათზე გონების ორგულებით ის ჟამი. ამ საქმეს კი მოყვება ძლიერი ბრძოლა გმობისა და უარყოფისა. ზოგჯერ კი ორგულებას უშვებს აღდგომისთვის, ასევე სხვა საქმეებსაც, რაზედაც უმჯობესია არაფერი ითქვას. ამ საქმეებში ბევრჯერ ვართ გამოცდილები და ამიტომ სხვათა სანუგეშოდ დავწერეთ ზემოთქმული. რომლებიც მხოლოდ ქვეყნიურს მისდევენ, მათ არ შეემთხვევათ ეს ბრძოლა, არამედ ეუფლებათ მოწყენილობა, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი და მისი სახენი იმ საშინელ მდგომარეობას არის დაშორებული. ხოლო მისი საშველი არის დაყუდებაში, ისაა ნუგეშინის მცემელი მისი. ადამიანებთან საუბრებით კი ვერასოდეს განიკურნება იგი, არც სული განათლდება ამით, არამედ მცირე ხნით ღებულობს რაღაც მოსვენებას კაცი, შემდეგ კი უფრო ამძიმებს მას საშინელი სიბნელე. ასეთ მდგომარეობას უფრო შველის ბრძენი და გონიერი კაცი, ვისაც აქვს ამისი გამოცდილება, ვისგანაც განათლდება სული, როცა დგება ამისი დრო. ნეტარია, რომელიც ასეთ დროს ყველაფერს მოითმეს თავის სენაკში, რადგან ასეთი მცირეოდენი ხნის შემდეგ იძენს დიდ ძალას, მამათა სიტყვების მიხედვით, რომ ეს ბრძოლა მარტო ერთხანს არ ეწევა კაცს და მაშინვე არ ტოვებს მას. არც ღვთის მადლს იღებს კაცი მოუკლებლად, არამედ ხან განსაცდელი მოდის მასთან და ხანაც ნუგეში. ასეთ მდგომარეობაში გვიხდება ყოფნა ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე. ნუ გგონიათ, რომ ამ ცხოვრებაში მთლიანად გავთავისუფლდებით ვნებებისგან, ვერც ნუგეშისცემას მივიღებთ სრულად, რადგან ასე ისურვა ღმერთმა, რათა ჩვენი ქვეყნიური ცხოვრებისას ამ საქმეებში გვიხდებოდეს ყოფნა. შურიანი კაცი ვერასოდეს მიაღწევს გონების სიმშვიდეს,
ხოლო ვისთვისაც სიმშვიდე უცხოა, მისთვის უცხოა სიხარულიც, რადგან მშვიდობა არის გონების სიმრთელე, ხოლო შური მისი საწინააღმდეგოა. ამიტომ ვისაც შური აქვს, მას სჭირს დიდი სნეულება. ჰოი კაცო, რომელიც შურით ამბობ, რომ გსურს სხვების განკურნება, ჯობია დაეშურო შენი სულის განკურნებას. თუ მართლა გწადია სხვების განკურნება, იცოდე, რომ სნეულთ ჭირდებათ კურნალობა და არა შერისხვა. ესეც გახსოვდეს, რომ ვიდრე შურით გსურს სხვების განკურნება, თავს დიდ სატკივარს დაატეხავ. შური სიბრძნისგან კი არ ჩნდება, არამედ სისუსტეა და დიდი უგულისხმოებისგან იშვება. საღვთო სიბრძნის საფუძველი არის სიმშვიდე და სახიერება, რომლითაც ყველა სიკეთე ხდება და რომელიც ტვირთულობს კაცის უძლურებას. რადგან დაწერილია, რომ ძლიერებმა იტვირთეთ სუსტთა უძლურება და დაბრკოლებულს დაეხმარეთ სიმშვიდით, რადგან ესეც არის სულიწმინდის ნაყოფი, როგორც პავლე მოციქული ამბობს. კაცი, რომელსაც არ შეუძლია ფიზიკურ საქმეთა კეთება და ამის გამო გულით წუხს, ასეთი თავისი წუხილით ავსებს საკუთარი უუნარობის ნაკლს. ხორციელი საქმენი, რომლებიც მწუხარე გონების გარეშე სრულდება, ემსგავსება უსულო გვამს და კიდევ, რომელიც გულით არის მწუხარე, საცნობლები კი დაუცველი აქვს, იგი ემსგავსება უძლურ კაცს, რომელსაც სტანჯავს მუცლის ტკივილი, ხოლო პირი გახსნილი აქვს ყოველგვარი მავნე საკვების მისაღებად. ვინც გულით მწუხარეა, ხოლო საცნობლები მისი დაუცველია, ასეთი ემსგავსება კაცს, რომელსაც ერთადერთი შვილი ყავს და მას თავისი ხელით ნელ-ნელა კუწავს. გონიერი მწუხარება ღვთისგან ბოძებული პატიოსანი ნიჭია და ვისაც იგი აქვს, ემსგავსება კაცს, რომელსაც აქვს სიწმინდე სხეულის ნაწილებში. კაცი, რომელმაც თავის ენას არ ამოსდო ლაგამი, არამედ ყველასთან არის თავისუფალი, კეთილი იქნება თუ ბოროტი, არ არის ამ ნიჭის ღირსი. სინანული მხოლოდ სიტყვით გახვრეტილი ქვევრის მსგავსია. პატივი, რომელსაც ახლავს ქენჯნა, ემსგავსება თაფლში ამოწობილ მახვილს. ვინც იცავს სიწმინდეს და არ ერიდება ქალებთან მუსაიბს, იგი ემსგავსება ცხვარს, რომელიც ძოვს ლომის ბუნაგთან სიახლოვეს. რომელიც სხეულს დიდად რჯის, მაგრამ მისი საქმეები სავსეა შეუბრალებლობით, ღვთის წინაშე ასეთი საქმეები შერაცხილია როგორც კაცისა, რომელიც შვილს კლავს მამის წინ. სული, რომელიც თავად არის სნეული და სხვებს მწყსის, ემსგავსება ბრმას, რომელიც სხვებს წინ უძღვის. მოწყალება და მართლმსაჯულება ერთ სულში ემსგავსება კაცს, რომელიც თაყვანს სცემს კერპსა და ღმერთს, მაგრამ ერთ სახლში იმყოფება. მოწყალება მართლმსაჯულების წინააღმდეგია, რადგან მართლმსაჯულება არის საზომის სისწორე და თითოეულს რისი ღირსიცაა, მხოლოდ იმას აძლევს და არ გადაუხვევს არც მარცხნივ და არც მარჯვნივ. ხოლო მოწყალება ის წუხილია, რომელსაც ადამიანში აჩენს ღვთის მადლი და რომელიც ყველას ლმობიერებით წყალობს. თუ ვინმე ბოროტის ღირსია, არ მიაგებს მას ბოროტს, არამედ უფრო მეტად სიკეთეს, ხოლო რომელიც ღირსია სიკეთისა, მას ორჯერ მეტ სიკეთეს არგებს. როგორც ცეცხლი და თივა ერთად ვერ თავსდება, ასევე მართლმსაჯულება და მოწყალება ერთ სულში ვერ მოთავსდება. როგორც ქვიშის მცირე ზომის ქვა ვერ მიედრება ოქროს დიდ ზოდს, ასევე ღვთის მართლმსაჯულების გამოყენება ვერ მოერგება ღვთის დიდ მოწყალებას. როგორც უხვად მჩქეფარე წყარო არ დაიფარება ერთი მუჭა მიწით,
ასევე ღვთის წყალობა არ დაილევა ღვთისაგან გაჩენილთა უკეთურებით, რომელიც ლოცვასა და მარხვაშია და ამავე დროს რაიმე ცუდი ახსოვს. იგი ემსგავსება კაცს, რომელიც ზღვაში თესავს და მკას მოელის. როგორც მძვინვარე ცეცხლის ალის ზევით ასვლას ვერაფერი შეაჩერებს, ასევე მოწყალე კაცის ლოცვის ზეცაში ასვლას ვერაფერი შეაჩერებს. როგორც წყალი თავისი ბუნებისამებრ ქვემოთ ჩაედინება, ასევე გულისწყრომის ძალა ნებებისკენ გვიზიდავს, როცა იპოვის ადგილს ჩვენთან. ვინც მოიპოვა გონების სიმდაბლე, იგი ამ ქვეყნისთვის მომკვდარია, ხოლო ვინც ამ ქვეყნისთვის მოკვდა, იგი ვნებებისთვისაც მკვდარია. ხოლო ვინც ვნებათათვის მკვდარია, მისგან ეშმაკი მოიკლა. ვინც იპოვა შური, მან შეიძინა ეშმაკი, რომლისგანაც იშვა შური. არის ღვთისნიერი სიმდაბლე და არის სიმდაბლე ღვთისადმი მისწრაფების სურვილისა. არის კაცი, რომელიც მდაბლდება ღვთის შიშის გამო და არის კაცი, რომელიც მდაბლდება სიხარულით. სიმდაბლეს, რომელიც ღვთის შიშისგან მოდის, მოსდევს პატიოსნება, წესიერება, საცნობლების დამშვიდება და მუდამ მოდრეკილი გული. ხოლო სიხარულის სიმდაბლეს მოსდევს დიდი გულწრფელობა და განახლებული და ძლიერი გული. სიყვარულმა არ იცის სირცხვილი, ამიტომაც იგი არ ეძიებს სხეულის მშვენიერებას. სიყვარულს ბუნებით ახასიათებს მოურიდებლობა და არ დაფარვა თავისი ბუნებისა. ნეტარია, რომელმაც იპოვა სიხარულით სავსე ნავსადგური. ღმერთს დიდად უყვარს მდაბალთა კრებული, როგორც უყვარს სერაფიმები. ღვთის წინაშე პატიოსანია შეურყვნელი სხეული, რომელიც წმინდა მსხვერპლზე მეტი არის, რადგან ეს ორივე საქმე, სიმდაბლე და ქალწულება, ხდის სულს წმინდა სამების სამყოფელად. შენს მეგობრებთან ურთიერთობისას იყავი მოკრძალებული, რათა შენს თავსა და იმათაც არგო, რადგან ხშირად სიყვარულის საბაბით სული იშორებს მოკრძალების აღვირს. დაიცავი შენი თავი ადამიანებთან საუბრისგან, რადგან ეს არაა სასარგებლო საქმე სულისთვის. როცა იქნები თავშეყრის ადგილას, დაიცავი დუმილი, რადგან დუმილი ადამიანს უსიამოვნებისგან იხსნის. ნუ იფიქრებ, ძმაო, რომ რითიმე შეაჩერებ შენს გულისთქმებს, თუ კეთილად და წესიერად არ დაამტაბლე შენი სხეული. გეშინოდეს ბოროტი ჩვეულებისგან, მტრებზე უფრო მეტად, ვინც უბრუნდება თავის ჩვევას, იგი ემსგავსება კაცს, რომელიც ცეცხლს უმატებს შეშას და აძლიერებს მას, რადგან ორივეს ძალა იმაშია, რომ სხეულით იზრდება ცეცხლიცა და ბოროტი ჩვეულებანიც. თუ შენი ჩვევა მოგთხოვს თავისას და ერთხელ წინა აღუდგები მას, მეორეჯერ მას ნახავ უფრო მოუძლურებულად, მაგრამ თუ ერთხელ დაემორჩილები მას, უფრო მეტად გააძლიერებ მას შენს წინააღმდეგ. ყოველი საქმისას ასე იხსენებდი, რომ უმჯობესია ის შეწევნა, რომელიც გონების დაცვით მოდის ადამიანთან, ვიდრე ის, რომელიც მოდის ხორციელი საქმეებისა და შრომისგან. ვისაც უყვარს სიცილი და მხილება დაბეზღება ძმისა, იმისი მეგობარი ნუ იქნები, რადგან შენც მოგატყუებს თავისი მიშვებულობის ჩვევით. ვინც ცხოვრობს უსაქმურობასა და სიბოროტეში, მასთან ნუ გამხიარულდები, მაგრამ ერიდე მის სიძულვილს. თუ მოინდომებს წამოდგომას, გაუწოდე მას ხელი და სიკვდილამდე იზრუნე მისთვის. ხოლო თუ შენ თავად ხარ ჯერ კიდევ უძლურებაში, სხვების განკურნება მოიძულე, რადგან წერია, რომ მიაწოდე მას კვერთხის ბოლო და დანარჩენი შემდგომი. ამ პარტავან და შურიან კაცთან მოკრძალებით ისაუბრე,
რადგან ის თავის გულში მიიღებს შენს სიტყვებს, როგორც ვნებას. შენი სიტყვები მის მიმართ თქმული კეთილიც რომ იყოს, იგი იპოვის რაიმე ბოროტ მიზეზს, რათა შენი ნათქვამით სხვები დააბრკოლოს და შენგან თქმული თავის გონებაში მისი სისუსტის მიხედვით წარმოიდგინოს. თუ ვინმე შენთან სხვაზე ძვირს ამბობდეს, შეწუხებული სახე მიიღე და როცა ასე მოიქცევი, იქნები შენ ღვთისათვის მოსაწონი და იმასაც დიდად არგებ. თუ რამეს მისცემ სხვას, ეცადე რომ მის მიმართ მხიარული სახე იქონიო და კეთილი სიტყვითაც ეცი მას ნუგეში წუხარებისა და შეჭირვებისთვის. თუ ასე მოიქცევი, შენი სახის მხიარულება გადაძლევს შენგან გაცემულს გონებაში, რადგან შენი მხიარული სახე უფრო მეტად მოიმადლიერებს მას, ვიდრე ქვეყნიური სახმარი შენ რომ მას მიეცი. იმ დღეს, როცა ვინმეს ცუდს ეტყვი, შენი თავი მიიჩნიე ღვთისთვის მომკვდრად. რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე და რომ ფიქრობდე კიდეც, რომ ცუდი განზრახვით არ გითქვამს, არამედ სასიკეთოდ, რათა მისი სულისთვის გერგო, რადგან აბა რა სიკეთეა თუ შენ სახლს დაარღვევ, რათა სხვისი ააშენო. იმ დღეს, როცა დამწუხრებული ხარ შენი ძმის გამო, რომელსაც როგორც სუსტს არ შეუძლია კეთილი საქმე აკეთოს და შეპყრობილია ვნებებით, ხორციელით ან სულიერით და შენ შეწუხებულს გსურს იგი სიკეთისკენ მოაქციო, შენი თავი მოწამედ მიიჩნიე, ისე თითქოს ქრისტესთვის გევნოს, ღირსი გახდი აღსარებისა. გაიხსენე, რომ ქრისტე ცოდვილთათვის მოკვდა და არა მართალთა გამო. ნახე, როგორი დიდია ეს საქმე, როცა კაცი წუხს შემცდარისა და დაბრკოლებულის გამო და მართალ ადამიანებზე მეტად ცოდვილებს მიაგებს სიკეთეს. ეს საქმე ისე დიდად ფასობს, რომ მოციქული მას დიდ საკვირველებად იხსენიებს. თუ შინაგანად შენს თავს ამართლებ, ნუ ეძებ და ნურს გამოუდგები სიმართლეს ყოველ შენ საქმეში. შენი წინამძღვარი იყოს სხეულისა და გულის სიწმინდე, რადგან ამად გარეშე ყოველი საქმე ამაოა ღვთის წინაშე. ყოველი საქმე, რომელსაც შენ განკითხვისა და გამოძიების გარეშე გააკეთებ, იცოდე ამაოა, კეთილი საქმეც რომ იყოს, რადგან ღმერთი გონიერი განსჯისთვის მიითვლის მას სიმართლედ და არა განუსჯელი შრომის გამო. მოღვაწე, რომელიც არ განსჯის, ემსგავსება მზეში სანთელს. ლოცვა ცუდის ხსენებით ემსგავსება კლდოვანზე დათესილ თესლს. უწესო მოღვაწე ხე არის უნაყოფო, შურით მხილება წამლიანი ისარი არის. უგუნური მზრახველი არის ბრმა წინამძღვარი, უგუნურთან ჯდომა არის გულის შემაწუხებელი. ბრძენთან საუბარი წყაროა ტკბილი, ბრძენი მრჩეველი არის სასოების ზღვარი, გადარეული და უგუნური მეგობარი არის ბოროტის ზღვევის საცავი. ჯობია მხეცებთან ყოფნა, ვიდრე ბოროტის მოქმედთან. ჯობია იჯდე მძიმედ დავრდომილებს შორის, ვიდრე იყო ამ პარტავნებაში. დევნე შენი თავი და სხვებს ნუ დევნი. ჯვარს ეცვი და სხვას ნუ გააკრავ ჯვარზე. თავად ივნე და სხვებს ნუ ავნებ. მოითმინე ცილის წამება და სხვას ცილს ნუ დასწამებ. იყავი წესიერი და ნურავის დაეშურები ბოროტის ქმნაში. თავის მართლება არ არის ქრისტიანთა წესი, არც ქრისტეს მოძღვრებაში მოიპოვება იგი. გაიხარეთ სულით მხიარულებთან და ტირილით გულით მგლოვიარეებთან, რადგან ეს არის სიწმინდის სასწაული. უძლურებთან იყავი უძლური, ცოდვილებთან მგლოვიარე, მონანულებთან კი გაიხარე გულით. ყოველი ადამიანისთვის იყავი მეგობარი. მარტო გონებით ეზიარე იმათ ჭირსა და ვარამს, ხოლო სხეულით ყველასგან იყავი მორიდებით. ნურავის ამხელ ნუც დააყვედრი
ვინმე კიდეც რომ იყოს თავისი ცხოვრებით უკეთური. გაჟალე შენი სამოსელი ცოდვილი კაცისთვის და დააფარე მას იგი. თუ მის დანაშაულსა და შემცდარობას შენს თავზე ვერ იტვირთავ, მოითმინე და მას ნუ შეარცხვენ მაინც. იცოდე ძმაო, იმიტომ გვევალება სენაკში ჯდომა, რომ სხვების საქმეები არ დავინახოთ და არც ვინმეს შემცდარობა შევამჩნიოთ და ყველა წმიდად ვიგულოთ. თუ ისევ ვიქნებით მამხილებელი, მასწავლებელი და გამკითხველი, ცუდის მეტყველი და გამსჯელ მაბრალობელი, რიღათია ჩვენი სენაკში ჯდომა იმათთან შედარებით უკეთესი, რომლებიც ერში იმყოფებიან. თუ კი ყოველივე ზემოთ დასახელებულ ჩვევებს არ მივატოვებთ, აბა რა სარგებელს მოიტანს უდაბნოში ჩვენი ყოფნა. თუ გულით არ ახარ დაყუდებული, ენით მაინც დაეყუდე. თუ შენს გულის თქმებს ვერ იმორჩილებ, შენი საცნობლები მაინც დაიმორჩილე. თუ გონებით არ ახარ მარტო, სხეული მაინც ამყოფე სიმარტოვეში. თუ სხეულით არ ირჯები, მაშინ მწუხარე იყავი გონებით. თუ არ შეგიძლია მღვიძარება ფეხზე დგომით, მაშინ მღვიძარე იყავი დამჯდარი. მაგრამ თუ არც ეს შეგიძლია, მაშინ იფხიზლე სარეცელზე წოლისას მაინც. თუ არ შეგიძლია მარხვა ორ-ორი დღით, მაშინ იმარხულე დაღამებამდე მაინც. მაგრამ თუ ესეც არ შეგიძლია, გაძღომისგან მაინც შეიკავე თავი. თუ გული არა გაქვს წმინდა, მაშინ წმინდად ხორცი მაინც დაიცავი. თუ არა ხარ მგლოვიარე გულით, სახე მაინც იყოს შენი მგლოვიარე. თუ არ აკეთებ მოწყალებას, თავი მაინც დაიმდაბლე და ცოდვილად მიიჩნიე იგი. თუ არც მშვიდობის მყოფელი ხარ, შფოთის მოყვარე მაინც ნუ იქნები. თუ დიდად მონდომებული ვერ ხარ, იყავი შენი გონებით მდაბალი და ზარმაცად და უძლურად მიიჩნიე შენი თავი. თუ არ შეგიძლია მოერიო ცოდვას, ცოდვილების მიმართ მაინც ნუ იქნები ქედმაღალი. თუ არ შეგიძლია შეჩერება იმისა, ვინც ცუდს უკეთებს მოყვას, დაეშურე მასთან ერთობას. ეს იცოდე, რომ თუ შენგან გამოვა ცეცხლი, რომელიც შეწვავს სხვა სულებს, იმად გამო, რომლებიც შენი ცეცხლით დაიწუნენ, ღმერთი შენი ხელებიდან მოითხოვს პასუხს. შენ კიდეც რომ არ გაიმეტო ცეცხლი, არამედ დაემოწმო სხვას, რომელიც მიფენს იმ ცეცხლს და ის შენ მოგწონს, მისივე სასჯელს დაიმსახურებ და მასთან გექნება საზიარო. თუ გიყვარს სიმშვიდე, იყავი მშვიდად. თუ ღირსი გახდები მშვიდობის პოვნისა, გიხაროდეს. მოიძიე სიბრძნე და არა ოქრო. შეიმოსე სიმდაბლით და არა ძვირფასი სამოსელით. მოიპოვე სიმშვიდე და ნუ ეძებ ქვეყნიურ მეფობას. სიბრძნე სიმდაბლის გარეშე არ არსებობს. ვისაც არა აქვს სიმდაბლე, მას არც სიბრძნე აქვს. მშვიდობის გარეშე მშვიდობას ვერ მოიპოვებს კაცი, ხოლო ვისაც არა აქვს მშვიდობა, მას არც სიმდაბლე აქვს. მშვიდობა კი არ მიეცემა კაცს სიხარულის გარეშე. გზებზე, რომლებზეც მიმოდიან ადამიანები ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, ვერ პოულობენ სიმშვიდეს, ვიდრე ღვთის სასოებას არ შეიძენენ. ვერ იპოვის გული მშვიდობას, ვიდრე არ ეწევა ამ საქმეს, რადგან სასოებას მოაქვს მშვიდობა და კაცის გულს მოფენს სიხარულს. ეს არის ის სიტყვა, რომელიც თქვა დიდად პატივსაცემმა და სიწმინდით სავსე უფალმა, მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. ეს იგივეა, რომ მომიახლოვდი მე სასოებით და მე შრომისა და შიშისაგან გაგათავისუფლებ და მოგასვენებ შენ. იმედი ღვთისა გულს ამაღლებს, ხოლო გენიის შიში მას ამდაბლებს. გონების შიში ბადებს სარწმუნოებას,
სარწმუნოება ბადებს სასოების ნუგეშს, ხოლო სასოება განამტკიცებს კაცის გულს. სარწმუნოება არის ცოდნის გამოცხადება და როცა სარწმუნოება იფარება, ჩვენ გვეუფლება შიში, რომელიც არღვევს ჩვენს იმედს. სარწმუნოება, რომელიც მოდის სწავლისგან, ვერ ათავისუფლებს კაცს ამპარტავნებისა და ორგულებისგან. მხოლოდ ის ათავისუფლებს, რომელიც გულისხმიერებისგან გამოჩნდება და მისგანვე აღმოცენდება, რასაც ეწოდება მეცნიერება და ჭეშმარიტების გამოცხადება. ვიდრე გონება ღმერთს შეიგრძნობს, როგორც ეს ცოდნით გამოცხადებისას ხდება, იქამდე მის გულს არ ეკარება შიში. როცა ღმერთი დაუშვებს ჩვენზე გონების სიბნელეს და ჩვენ დავკარგავთ ამ ცოდნას, ვიდრე არ დავმდაბლდებით, არ მოვა ჩვენთან შიში, ვიდრე არ მიგვიყვანს სიმდაბლესა და სინანულთან. ღვთისძემ ჯვარცმა დაითმინა, ამიტომაც ცოდვილებო, სინანულისგან გექნებათ ნუგეში, რადგან თუ მეფე აქაბს მოარიდა რისხვა სინანულმა, განა თქვენ არ მოგარიდებთ, რომლებიც მართლა ხართ მწუხარენი თქვენი ცოდვებისთვის. საკმარისია გონიერი მწუხარება ყოველი ქვეყნიური შრომის სანაცვლოდ. წმინდა გრიგოლი ამბობს, რომ მადლის ტაძარი იგია, ვინც ღმერთთანაა შეერთებული და მისი სასჯელისთვის არის ზრუნვაში. მაგრამ რა არის მისი სასჯელისთვის ზრუნვა? ეს არის, რომ მუდამ ვეძებდეთ მის მოსვენებას და მწუხარე ვიყოთ იმის გამო, რომ სისრულეს ვერ მივაღწევთ ჩვენი უძლური ბუნებით. ეს არის ჩვენ სულში მუდამ ღმერთის ყოფნა, რათა ვწუხდეთ ამისთვის. როგორც თქვა ნეტარმა და ღმერთშემოსილმა ბასილიმ, რომ მოუკლებელი ლოცვა ისაა, რომელიც ღვთის მარადიულ ხსენებას ამკვიდრებს სულში. ეს არის ღვთის დამკვიდრება ჩვენში, რათა მისი ხსენება დაინერგოს ჩვენში და ამით დაენერგოს თავად ღმერთი. ამგვარად გავხდეთ ჩვენ ღვთის ტაძარი, რათა შემოსვლილი გულით ვიზრუნოთ მისი სასჯელისთვის, მის მოსვენებაზე ფიქრით, რამე თუ მისი არის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.